მოცვის ჩიზკეიკი. როგორც წესი, ჩიზკეიკის ძირისთვის ნამცხვარს ყოველთვის თავად ვაცხობ, თუმცა ახლა საქმეს გაგიმარტივებ და მაღაზიაში ნაყიდ მზაურ ცხობილას დავფქვავ კენვუდის ბლენდერში. Დამძნარი კარაქი გვჭირდება ფხვიერ მასასთან გასაერთიანებლად, როგორც კი მასა ბურთად შეიკვრება, ნიშნავს, რომ მზად არის, გადავიტანოთ და დავტკეპნოთ ფორმის სირზე. შემდეგ კი მოვათავსოთ მაცივარში. ახლა კი გვჭირდება ჟელატინი. ორ სხვადასხვა ჯამში თანაბარი ოდენობით მოვათავსოთ, დავასხათ ცივი რძე და გადავდგათ ასაფუებლად. კრემყველი გადავიტანოთ მიქსერის თაშში, დავამატოთ შაქრის ფხვნილი, ცივი რძე ნაღების ნაცვლად, აკაც გიმარტივებთ საქმეს, გადაურიოთ დაბალ სიჩქარეზე და ორ სხვადასხვა ჯამში გავანაწილოთ. ყველის მასას ყოფ ორ ნაწილად. ერთს უნდა შეურიოთ მოცვის კონფი, რომლის მომზადებასაც სრულად მივდიდებ აღწერილობაში, მეორეს კი ვტოვებ თეთრს. მოცვის შერევის შემდგომ დავადნო ჟელატინი მიკროტალღურში ან ორთქლის საბაზანაზე და ისიც დავუმატოთ პირველ ნაწილს. კარგად მოურიოთ, რომ მასა გაერთიანდეს და გადავიტანოთ ფორმაში დატკეპნილი ორცხობილის თავზე. თან ჩავაფინოთ ბორდიურის ლენტი თუ გვაქვს, თუ არა და შეგვიძლია საცხობი ქაღალდი გამოვიყენოთ. მასას გამყარებისთვის 2 საათი მაინც დასჭირდება. ამის შემდეგ ვამზადებთ თეთრ მასას, შეურევთ ჟელატინს და გადაგვაქვს მოცვიანი მასის თავზე. ვაყოვნებთ მაცივარში სრულ გამყარებამდე და შემდეგ ვაფორმებთ სურვილისამებრ. ძალიან უხდება ლიმონი, როგორც გემოზე, ისე ვიზუალურად, ამიტომ დეკორაციისთვის ლიმონი გამოვიყენე. მოკლედ, მოამზადეთ.